საღამშვიდობის ეთერშია თავისუფალი სტუდია, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით პოლიციელების დაკავებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ გორში მოხდარ შემთხვევას წინ საპოლიციო ღონისძიება უძღო და მოქალაქე კი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა. მეტიც, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, პაპუნა ლოცულაშვილმა სამინისტროს თანამშრომელს ქვა ესროლა, რის გამოც პოლიციელი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. ამართლებს თუ არა სამართალდამცავთა მთელი ჯგუფის მიერ იქით მოქალაქეებზე ძალადობას მიზეზები, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბრობს. გორში მომხდარი შემაშფოთებელი შემთხვევა, მთელი მისი პერიპეტიებით დღეს ჩვენი საუბრის მთავარი თემა იქნება, ასე რომ შეგვიძლია დავიწყოთ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე ლევან სანიკიძე გახსნის თავისუფალ სტუდიას. გამარჯობა ლევან და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ლევან, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის მორიგ შემთხვევას ჰქონდა გუშინ ადგილი, ამჯერად გორში და ამჯერად ძალადობის ფაქტი ჟურნალისტის ტელეფონმა დააფიქსირა, ამიტომ ამბავი გავრცელდა, თითოეულ ჩვენგანამდე მოვიდა და დღეს შეფასების ერთ-ერთი მთავარი საგანია. შესაბამისად, დავიწყოთ სწორედ იმაზე საუბრით, რა ჭრილში უნდა დავინახოთ ის, რაც გორში მოხდა. როგორია თქვენი პოზიცია ორი მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ძალადობა? უნდა შეფასდეს როგორც რამდენიმე პოლიციელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თუ ეს ცდება მხოლოდ რამდენიმე სამართალდამცველის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. მოგესალმებით, ეს არის სისტემური დანაშაული და ამ ყველაფერს აქვს მიზანშედეგობრივი კავშირი. მაშინ, როდესაც ასობით მოქალაქე მთელი სოფლიოს დასანახად, იმიტომ რომ იმ დღეების და კვირების განმავლობაში რუსთაველის გამზირს ნამდვილად სოფლიო აშუქებდა. ფაქტობრივად მთელი საღამოს განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა დარბევის ყველა მომენტი და კადრი, ამ დროს არ ერიდებოდა ხალხს და უმოწყალოდ ცემდნენ დემონსტრანტებს. ამის შემდეგ ვინმეს უკვირს, რომ პოლიციელი იძალადებს მოქალაქეზე, როდესაც გონია, რომ მას არავინ არ უღებს. სინამდვილეში დღეს მე მოусმინე ქართული ოცნების ზოგიერთ წარმომადგენელს და მთავარი პრეტენზია ერთ-ერთი რა წააყენეს, რომ თავს ნუ მოგჭრით რა, ჩუმად ურტყით ხალხსო. რომ სალაპარაკო არ გახდეს ეს ამბავიო. თქვენ გესმით ხო ეს რა ქვეყანა არის? რა სახელმწიფო აქვს ივანიშვილს ახლა ჩამოყალიბებული. სადაც პრობლემა ის კი არ არის, რომ მოქალაქეს პოლიციელის ცემს. პრობლემა ყოფილა, რომ ჩუმად რატო არ ურტყამ კაცო. როგორი იდიოტი უნდა იყო, რომ ახლა ჟურნალისტმა მოახერხო შენი გადაღება. პრეტენზია ესაა. და რას ნიშნავს? ეს იცით როგორ არის? დღეს გამოვიდა, თქვენ წაიკითხეთ, შინაგან საქმეთა ეგრეთ წოდებული მოადგილე, სანქცირებული დარახველიძე, რამდენადაც მახსოვს. და თქვა რომ კაცო იქო ქვაის როლაო რაღაცა, ანუ როგორ მოყვა იცი რომ ჩხუბია რა, უბნური გარჩევაა რა, ბიჭებმა ერთმანეთს ხელი მოუქნიეს. გაიხადონ რა ის ფორმა მაშინ. ეგეთი გაგიგიათ ბანდა-ბანდაზე ვჩხუბობ თუ რა არის? იქ ეგრე იყო რუსთაველის გამზირზე, რომ ის გეუბნებოდნენ რომ სახელმწიფოს სახელით კი არ ბრძალადოთ მე შენზე. არა ისე მოვდივარ გირტყავ. ხო, თუმცა ანუ ეს რა უბედურება არის? პოლიციელი რომ დღეს ამბობდა ლევან ერთ-ერთი პოლიტიკოსი გორელი პოლიციელების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე ხმები წლებია დადის, თუმცა სანამ ვიდეოზე არ ვნახეთ ყური არავის შეუბერტყავსო, აი მართლაც რატომ რეაქცია მხოლოდ ამ ფაქტზე, როცა როგორც ამბობენ, უშუალოდ გორში მანამდეც ძალადობის ერთი არის ის რომ ახერხებს სამწუხაროდ ხელისუფლება რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დააშინოს და ამ ფაქტების შესახებ საჯაროდ არის საუბროს, მათ ოჯახის წევრებზე ახდენენ ხოლმე უმეტესად ზეგავლენას და მეორე ამბავი არის რომ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ხალხი მიეჩვია ამას. გეუბნებით ახლა სადაც გორში ძალადობენ, ეს ვის უნდა გაუკვირდეს რუსთაველის გამზირზე რეები აკეთეს. აი ლევან ხაბეიშვილი როგორ ცემეს. და სანამ აი მართლა სოფლიო მასშტაბით არ დადგა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ და ესე იგი მოსკოვის მექანიზმა და აი თელმა დედამიწამ სანამ არ მოითხოვა ლევან ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე პოლიციელების დაკავება, უბრალოდ მოძალადეების დაკავება, მანამდე რა მექნე ეს? და იქაც ყველა არ აყავთ დაკავებული.
ყალბია თქვენი პათეტიკაო, ასე პასუხობს შალო პაპუაშვილი ოპონენტებს და შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში 6 ადამიანი ყავს დაკავებული და მართლაც პროკურატურამ გუშინ დაიწყო გამოძიება, დღეს დილით კი 6 სამართალდამცავის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი. აქვს თუ არა სახელმწიფოს ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ის რეაგირება, რაც უნდა გქონდეს თუ მხოლოდ პოლიციელების დაკავებაც არ მიგაჩნიათ საკმარისად, ვინაიდან და რადგანაც სისტემურ ასე ვთქვათ პრობლემაზე და დანაშაულზე. ერთი ხელისუფლება არ გმობს მათ ქმედებას, მეორე არ არიან დაკავებული უბრალოდ სწორად პოლიტიკური პასუხისმგებლობაზე, მეტად სამსახურეობრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა იმ ხალხის, ვინც არიან უშუალო ზედამხედველები ამ პირების. პოლიციის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასე შემდეგ. ბოდიში რა, მაგრამ ეს ესეა. ამ ქვეყანაში პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა დადგეს როგორც სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით იმ ადამიანების, ვინც უშუალოდ ჩაიდინა ქმედება და ახლა მე იურისტი ვარ და ახლა ვიცი ახლა ეს რანაირად მუშაობს და ადამიანი რომელიც იქ არ ყოფილა, ამ ბრძანება არ გაუწია, იმას ახლა სისხლის სამართლებრივი წესით ვერ დასჭი, მაგრამ სხვა სახის პასუხისმგებლობის აღება შეუძლია ხელმძღვანელობას და მათ შორის უშუალო ზედამხედველი ვინც არის, მინიმუმ განთავისუფლებული უნდა იყოს. საზოგადოებრივ რეაქციას დაელოდნენ. როგორი იქნებოდა და რომ ნახეს რომ ხალხი გამწარდა, ისედაც ხელისუფლება რომელიც ნეგატივზე იგროვებს, ეხა მიფიქრეს და სიბრძნე მოიგონეს რომ მოდი ცოტა ხანი დავიჭიროთ. აგერ თქვენ თუ ხელისუფლება შეინარჩუნეს რაღაც პერიოდის განმავლობაში, ყველას გამოუშვებენ. იმიტომ რომ ნახეთ როგორ გამოყავთ რომ კარა კაცო იქ ქვა ესროლა და მიტო და ეს და ის და ბიჭებმა ერთმანეთში ეს პოლიციელები არიან თუ უბნის ბიჭები არიან და ძველი ბიჭები არიან, უნდა ჩამოყალიბდეს. მუნდირს რო იცვამ, იქ უკვე მარტო შენ თავს აღარ ეკუთვნი, ეს სახელმწიფო უნდა წარმოადგინო და არა შენი სახელი და გვარი, ეს ესეა. ამას თმობ. და ეხლა როდესაც ხალხი ეგეთ რაღაცას გიყვება, რომ აი ხო ფაქტობრივად ამბობენ რომ საცემი იყო. მაგრამ ცუდია რომ მოახერხეს და გადაიღეს. აი ქართულ ოცნებას რომ მოусმინე, მე ეს დას უკვე გამოვიტანე. შალვა პაპუაშვილმა როდიდან დაიწყო ისა რა ქვია ეს მორალური პედესტალიდან საუბარი. არ გამოვა ეგ ამბავი, იმიტომ რომ ეს არის ხალხი, რომელმაც რაც თბილისის დედაქალაქში დაატრიალა, არ ვიცი ხა. მართლა უფლის ნებით მოხდა ის, რომ საბედნიეროდ ფატალურად არ დამთავრდა რუსთაველის გამზირზე ის სისხლიანი ღამეები, რომელიც მათ მოაწყვეს. სხვათა შორის მორალი რადგან ახსენეთ, მორალური უფლება არც ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს ძალადობაზე ისაუბროსო. მაგალითად, გახარიას პარტიაში გაკეთდა ეს განცხადება მსგავსი ძალადობრივი ფაქტების გამო თავის დროზე 2012 წელს საზოგადოებამ უარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებას, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ოცნება განაცდა, სწორედ ეს არის ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი. ასე გამოეხმაურნენ კიდევ ერთხელ ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ ძალაში იმას, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. არც ნაციონალურ მოძრაობას უყვარს ლევან, როდესაც წარსულს აძახებენ და არც ქართულ ოცნებას მოსწონს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან ადარებენ, თუმცა ასეთი პარალელები მოგწონთ თუ არა ეს პოლიტიკასა და საზოგადოებაში ხშირად ჩნდება. შესაბამისად, რას უპასუხებთ მათ, ვინც აი ამდენი წლის მერეც ფიქრობს, რომ ხო, ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს მორალური უფლება სხვების ძალადობაზე ისაუბროს. პირველი დავიწყოთ იმით, რომ ხა იშვიათად ეს ბოლო პერიოდია, მაინც ვერიდები ამ რაღაცა ოპოზიციურ წარმონაქმნებთან დაპირისპირებას, მაგრამ მეზარება Google-ის გამოყენება, თორემ გახარიას პარტიის არაერთი წარმომადგენელი მუშაობდა პროკურატურაში და ძალოვან უწყებებში. ხო აწუხებდათ ეს საკითხი, კაცო, ამოეღოთ ხმა. რატო ემსახურებოდნენ მაშინ იმ ხელისუფლებას? მე 12 წლის ვიყავი ნაციონალური მოძრაობა რო წავიდა და ეგენი იყვნენ მაღალჩინოსნები შინაგან საქმეთა სამინისტროში და პროკურატურაში. ეხლა მეზარება უბრალოდ ამოღება, თორე ეგ ფაქტები მაქვს. ამ ხალხს აქვს მორალური უფლება, მაშინაც რომ იქ იყვნენ და ახლაც რომ მორალური პედესტალიდან საუბრობენ. მე მგონი ყველაზე მეტად ამის თქმის უფლება არ აქვს გიორგი გახარიას პარტიას, რომელსაც 20 ივნისზე პასუხი არ აქვს გაცემული. ეხლა მათ თუ გონიათ რომ აქ ანგელოზები არიან, ძალიან შემცდარად, უკიდურესად. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დარბევის შემოქმედები არიან ისინი და მათი ძვირფასი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ღმერთმა უწყის ახლაც ადიმყოფება. და რაზე როგორ მუშაობს ქართული სახელმწიფოს ბედნიერებისთვის. ბოდიში, მაგრამ ანუ ამ ხალხს რატო აქვს
აი ეს უბედურება ვერ გავიგე, რომ ხალხი, რომელიც იყო მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ნაწილი, მერე ქართული ოცნების ხელისუფლების ნაწილი, უმეტესად მუშაობდნენ ძალოვან უწყებებში, რომლებიც, ისა რა ქვია, ზოგი საერთოდ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაწილი იყო. ასე შემდეგ. მე ამას არ უყურებ ნეგატიურად, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა მიმაჩნია პოზიტიურ მოვლენად ამ ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ისინი ხო ამით წარმოაჩენენ თავს, რომ ერთი უბედურება, მეორე უბედურება და ორივე უბედურების ნაწილები თუ იყვნენ ეს ხალხი, საერთოდ ხმას რაზე იღებენ? აი ვინმე მომიხსნას. მე არ ვთვლი ასე. ნაციონალური მოძრაობა მიმაჩნია არსებითი განღვევის შემოქმედ პოლიტიკურ ორგანიზაციად და ქართული ოცნება მიმაჩნია არსებითი უკუსვლის პოლიტიკურ ორგანიზაციად, მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ ორივე ერთი უბედურება იყო და გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლების დიდი ნაწილი ან ერთგან იყვნენ, ან მეორეგან, ან ორივეგან ერთად და ანუ ამ ხალხს ხო საერთოდ არ აქვს მორალური უფლება და რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო იმ გადაცდომებზე, რომლებიც ობიექტურად იყო და 2012 წელს, როდესაც ქართულმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, ნაციონალურმა მოძრაობამ ქართული ოცნებისგან განსხვავებით და ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებისგან განსხვავებით, შვიდა წყნარად და სამხრეთ კავკასიაში პირველად ხელისუფლება გადააბარა მშვიდობიანად. ეს თემა რომ შევაჯამოთ და მე უკვე სხვა აქტუალური საკითხები. თეა წულუკიანის პოზიცია მინდა გავაცნო მაყურებლებს, ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ ყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო. იმ 6 პოლიციელს მინდა ვუსაყვედუროთ, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო, მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, ეს არის თეა წულუკიანის მიმართვა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის. სწორედ მისი პოზიცია ჰქონდათ მხედველობაში, როდესაც ისაუბრეთ ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოხმაურებებზე და თქვით, რომ ვერ დაინახეთ ძალადობის დაგმობა და პირიქით დაინახეთ მესიჯი, რომ აი ეს ყველაფერი მოფარებულში და ჩუმად გააკეთონ ისე, რომ ხალბატონი თეა წულუკიანის მთავარი პრეტენზია ამ 6 მოძალადესთან არის ის, რომ შავში ბნელში რატო არ გალახეთ ეს ხალხი. თავი პრეტენზია ესა მეტი არაფერი არ არის, რომ არაპროფესიონალი მოძალადეები ხართ. როგორ მოახერხეთ, რომ მედია საშუალებების წარმომადგენლებმა აღბეჭდეს თქვენი ეს სამარცხვინო და მოძალადეობრივი აქტი. რო ეს ბიჭებო რა არის ეს ძალადობასაც პროფესიონალიზმი ჭირდება. ეს არის პრეტენზია, აბა მეტი რა უნდა გამოიტანო. აი აქედან. და ახლა ის ხელისუფლება, რომელიც 14 წელია ადამიანურ ტრაგედიებზე პედალირებით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას, ახლა ის ხელისუფლება ნუ ლაპარაკობს სხვის სიხარულზე და სხვის უბედურებაზე რა. ეს არის სირცხვილი. იმიტომ რომ ამ საკითხში მე პირადად ვარ უკიდურესად დელიკატური. მიუხედავად იმისა, რომ არის რიგი შემთხვევები, როდესაც კონკრეტული აი ესეთი უბედურებები როცა ხდება, მიმაჩნია, რომ უფრო მეტად უნდა იყოს პოლიტიკური სპექტრი ჩართული, მაგრამ როდესაც ოჯახებს ან თვითონ კონიუნქტურაა ისეთი შექმნილი, რომ ნაკლებად სურთ მათ ამ საკითხის პოლიტიზირება, მე ვიცავ იმ მინიმალურ ეთიკურ, მორალურ და ადამიანურ ნორმებს, რომელიც თითოეულ ქართველს წესით დარიგით გვაქვს. ლევან, ამ კვირის სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც გადავალოთ. თვალი ერთ-ერთი ასეთი კი 26 მაისის აქცია. ამ თემაზე მით უფრო უნდა ვისაუბროთ, რამდენადაც ნაციონალური მოძრაობა აქციის ორგანიზატორი, ოპოზიციური ალიანსის შემადგენელი პარტია და ვიდრე მორიგი მასშტაბური პროტესტის შესახებ ქართული ოცნების გამოხმაურებაზე გკითხავთ, იქამდე გითხარით თავად ალიანსი რამდენად კმაყოფილი ხართ იმით, რაც 26-ში საღამოს საათებში ვნახეთ, რამდენად თქვა ამ აქციამ ის სათქმელი, რაც ორგანიზატორებს ჰქონდათ და რა იყო ეს მთავარი სათქმელი, ეს კიდევ უფრო საინტერესოა. მე მგონია, რომ 26 მაისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეტაპო გამოცდა ქართული ოპოზიციისთვის და განსაკუთრებით ოპოზიციის ალიანსისთვის. მე მგონია, რომ ქართულმა ხალხმა დამატებითი შანსი მისცა ალიანსს ყოველ შემთხვევაში ნამდვილად. იმიტომ რომ ეხლა გასაგებია, რომ ეს ერთგვარი ტესტი იყო, მიიღებდა თუ არა ნდობას ალიანსის მიერ წარმოებული პროცესი და მე მგონია, რომ მრავალრიცხოვნობით ეხლა ჩემ დამოკიდებულებაზე არ არის. ბევრი ხალხი იყო. ბევრი ხალხი მოვიდა აქციაზე, რომელიც 100%-ით იყო პარტიული, ან ორგანიზებული იყო პარტიების მიერ. ეს ხო არ იყო გამოცხადებული, რომ ზეპარტიული აქცია, სამოქალაქო საზოგადოება გამოვა სიტყვით, ასე შემდეგ, ხო? წლების განმავლობაში იყო ესეთი აქციები. ეს იყო ძალიან ვიწროდ
ყველა მიცოდა რომ გამოსვლელები იქნებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მეორე არავითარი წინასწარი განსაკუთრებული ინტრიგა ამ აქციასთან დაკავშირებით არ არსებობდა. უბრალოდ მე მგონია რომ სწორად იყო ხალხისთვის ახსნილი, რატომ უნდა ყოფილიყავით 26 მაისს ბევრნი, რომ ერთი ოპოზიციას დამატებითი мотиваცია მისცემოდა, მეორე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ტრებსა და მოყარეებს ენახათ რომ ქვეყანაში პროტესტი გრძელდება და მესამე ამ ქვეყანაში ბევრი ხალხის გამოყვანის შემოქმედი როგორც წესი არის ბიძინა ივანიშვილი. ისეთი სისულელეები აკეთებს მათ დღის განმავლობაში, საკუთარი სიტყვით გამოსვლებში, აი ამ ეს იმედის სამარცხვინო კარტი, რომელიც მერაბ კოსტაოს და ზვიად გამსახურდიას აყენებს ბიძინა ივანიშვილის გვერდით, საზოგადოებაში დამატებითი ბრაზის მუხტით წარმოქმნა, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ 26 მაისის აქციაზე იყო ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ქუჩაში გამოსული. ამავე დროს ძალიან მწვავე აღქმა არის საზოგადოებაში ჩემი აზრით უშუალოდ ამ დღის სიმბოლიზმთან მიმართებაშიც, რომ ეს ქვეყანა თავისუფლებას კარგავს, რომ დამოუკიდებლობა საფრთხეშია, უფრო მეტი თulis რომ ფუნქცია უკვე დაკარგული გვაქვს როგორც სახელმწიფოს, როგორც სამხრეთ კავკასიის მედროშეს, როგორც ენერგომატარებლების მთავარ გამტარს, როგორც სახელმწიფოს, რომელსაც მინიმუმ ერთი ღმერთწვოვანი პორტი უნდა კონდეს და ბევრად უფრო ძლიერი ეკონომიკა, ანუ ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ჰქონდა შეძენილი, სამწუხაროდ გადადის ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. მე მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოპოზიციას არ ჰქონდა ხა ისეთი ფინანსური რესურსი, რომ ძალიან დიდი კამპანია ეწარმოებია, სამწუხაროდ ფინანსური რესურსის პრობლემის გამო დიდი ორგანიზებაც ახლა ვერ მოხერხდა, რომ რეგიონებში უამრავ ჩვენს მხარდამჭერს და მოქალაქეს სურდა რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მათი ამ ლოჯისტიკის დალაგება და ფაქტობრივად ეს აქცია მხოლოდ და მხოლოდ აი ასე სიტყვით, გამოსვლებით, სოციალური მედიის კომუნიკაციით და ასე შემდეგ ოპოზიციამ შეძლო თავის საქმელი მაინც მიიტანა. აი ტესტის კონტექსტში მინდა ჩაგიკითხოთ, რომელიც თქვენი აზრით ოპოზიციური ალიანსის შემთხვევაში უკვე ჩაბარებული ამ ორი დღის განმავლობაში ამ ორი დღის განმავლობაში სხვა შორის ალიანსის სხვა წარმომადგენლებისგანაც მოვისმინეთ განცხადება, რომ ეს იყო სწორედ ათასობით ადამიანის მხრიდან ალიანსის პოლიტიკის მხარდაჭერის გამოხატვა. მაინც მინდა გკითხოთ, ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის ამ პროტესტის ამ ჭრილში დანახვა. მაგალითად, ჩემს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გავიდნენ იმისთვის, რომ თქვათ საკუთარი უკმაყოფილება დაეფიქსირებინათ ქართული ოცნების შიდა თუ საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, მაგრამ ისინი არ არიან ალიანსის მხარდამჭერების შესაბამისად, მაინც ხმამაღალი ხომ არ არის იმაზე საუბარი, რომ აი ადამიანები, ვინც 26 მაისის აქციაზე გავიდა, იმიტომ რომ ხარს უჭერს ოპოზიციურ ალიანსს. მე ესე არ მithქვამს, უბრალოდ მე მგონია, რომ გადაილახა კომპლექსი, რომელსაც ერქვა პოლიტიკოსები არ გვინდა, არ დაგვანახოთ, მათ თავისი დრო ამოწურეს. ეს ხო მოგისმენიათ ამ სტუდიაში არაერთი ჩვენი რაღაცა პარტნიორისგან თუ სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან. ახლა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ახლა რაღაცა ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ мотиваციით გამშვალული ადამიანების ერთობა, მაგრამ ბევრმა ამ კომპლექსს გადააბიჯა. მაგრამ მე ჩამონათვალი ზუსტად ესე გამსაზღვრე, რომ ერთი არის, რომ პარტიების მხარდამჭერები, ივანიშვილის პოლიტიკის მოწინააღმდეგენი და ზოგადად 26 მაისის როგორც ამ დღის მნიშვნელობის მატარებელი ადამიანების თავყრილობა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ოფიციალური მასპინძელი და ორგანიზატორი მაინც იყვნენ პოლიტიკური პარტიები და ის ადამიანებიც კი, რომლებიც შეიძლება ზოგიერთი ანტაგონისტურად იყოს განწყობილი ახლაც ამ პოლიტიკური პარტიების მიმართ, წინა წლებისგან განსხვავებით ეს ბარიერი დაძლეულია, რომ მათ დაძახილზე ან მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე არ მიდიოდა ხოლმე ეს ხალხი, მაგრამ მგონია, რომ ივანიშვილი იმდენად ბევრ სიბრიყვეს ჩადის და იმდენად სხვა მასშტაბზე გადავიდა სამშობლოს ღალატი, რომელსაც ქართული ოცნება
ჩადის, რომ ადამიანებს სამნაბიჯის გადადგმაში ხელს უწყობს. ჯამში გამოიწვიეთ შიში ქართულ ოცნებაში, როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ თუ 26 მაისის აქციის შესახება ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათ სულ რაღაც 5000 ადამიანამდე დაინახეს 26-ში ქუჩაში გასული. ეს არის განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. Facebook-ის ერთი friend list-ი იყო ის, ვინც ჩვენ რუსთაველზე ვიხილეთ, შალვა პაპუაშვილის შეფასება გაგაცანით თქვენს და მაყურებლებსაც. ხედავთ თუ არა შიშს ქართული ოცნების თვალებში და მეორე მხრივ რა არგუმენტებით გააბათილებდით თქვათ ხელისუფლების მესიჯბოს იმის თაობაზე, რომ ფაქტი არის შემდეგი ოპოზიციის მხარდამჭერები აქციიდან აქციამდე ცოტავდებიან. ნუ ახლა ბოლო ნაწილით დავიწყებ. მე არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ ახლა დავეხმარო შალვა პაპუაშვილს, რომ თვალებში გამოიხედოს, რომ 5000 კაცზე მეტი იყო თუ ნაკლები. არ ვარ ეგ პროფესია, მე არ მაქვს, ხა რომ მისი რა ქვია, მხედველობა შევამოწმო მე, მაგრამ ფაქტია პრობლემები აქვს ძალიან სერიოზული. ან უსინდისოა. ამ ორ შორის უნდა ვიმსჯელოთ რომელია, მე მგონია რომ მაინც უსინდისოა. ამბობთ რომ ქართული ოცნების არითმეტიკას არ უნდა ვენდოთ, თუმცა თვითონ ალიანსის ინფორმაციით და დათვლებით დაახლოებით რამდენი ადამიანი გავიდა ქუჩაში. ფაქტი არის რომ 10.000 იყო, თუმცა არ ვიცი, ხომ არ ელოდებოდით მაინც უფრო მეც, იმიტომ რომ უფრო ხალხმრავალი მე არ ვიცი, მე რასაც ველოდებოდი დაახლოებით იმაზე ოდნავ მეტი იყო გამოსული, ახლა განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონია იმ თვალსაზრისით რომ პიკი არ არის ეს ამ პროცესის, პირიქით დასაწყისია და უბრალოდ რაღაცა იმ ძველი პროცესის ხელახლა გაღვივების მცდელობა, რომელიც ჩემი აზრით წარმატებით გატარდა ეს პირველი ნაბიჯი, რაც შეეხება ხა ქართულ ოცნების მღელვარებას, პირველი 26 მაისს როცა იყვნენ თავისუფლების მოედანზე შეკრებილები, იქ ხალხი რატო არ იყო? ანუ მათი მხარდამჭერები. ანუ ეგეთი რამე გაგიგიათ, რომ 26 მაისი არის ერთ-ერთი ყველაზე სახალხო დღესასწაული. ეს ხალხი წლებია, იქ დასხდებიან, რაღაც უნიჭო სიტყვას იტყვიან ხოლმე ქართული ოცნების წარმომადგენლები და მე ჰოპ კრებიან. ამ ხალხს საერთოდ რა პრეტენზია აქვს? ვიზე საუბრობენ. პარტაქტივის გარდა ბოლო წლები ვის შეხვედრია? მეტროთი მგზავრობს ბატონი შალვა პაპუაშვილი? გამომყვეს. ან ავტობუსში ამოვიდეს, ფეხით გაიაროს, დაცვის გარეშე. რა პრობლემა აქვს? ანუ მე ხო ვარ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი. ის ხო არის დიდი ქართველი ერისკაცი. ერთად გავიაროთ რა, დაცვის და პოზიტივის და იმედის გამოყვნენ თუ გინდა ის მათი პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენელი. ხო, ანუ იმ მარტივი ტესტია ხა ეს ხალხი არის, რომელიც არც სუპერმარკეტში დადის, რომ გაიგოს რა ფასია პროდუქტებზე, არც ბაზრობაზე დადის, რომ გაიგოს რა დღეშია ხალხი, არსად არ დადიან, თავიანთ ნაჭუჭში არიან ჩაკეტილები პარტაქტივის გარშემო, რომლებიც არის კლესათა რაზმი, ქება დიდება აღევლინება ბიძინა ივანიშვილის და მისი მოციქულების და აი ჯერათ რომ ეს არის ამ ქვეყნის ხსნა და ტყუილია ეს ამბავი და რაც შეეხება მათ შიშს ახლა რაც აპარატურაზე და სცენის დადგმაზე გააკეთეს წელში გამართული და ამაყად თავაწეული ხელისუფლება ესე იქცევა? ლევან, ერთ კითხვას თვითონ პოლიტიკური, ესე ვთქვათ, ლიდერების გამოსვლის შინაარსობრივ ნაწილზეც გაგისვავთ. კი ბატონო, აქციის ორგანიზატორ პარტიებს თბილისის მერიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ სცენის დადგმის უფლება არ მისცა, თუმცა მაინც შეიტანეთ ტერიტორიაზე გარკვეული სახის აპარატურა და საბოლოო ჯამში მაინც მიმართეთ სიტყვით აქციის მონაწილეებს და შესაბამისად უკვე იმ პოლიტიკური გამოსვლების შინაარზეც ვისაუბროთ. რაც მოვისმინეთ, იმიტომ რომ ამ კუთხითაც სხვათა შორის და თქვენის გეცოდინებად არ დარჩა მაინდა-მაინც აღფრთოვანებული და კმაყოფილი მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, თითქოს უფრო მეტს ელოდა ხალხი ვიდრე მოისმინა. გავიგეთ, რომ კი ბატონო იწყება თანხის შეგროვება პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებული ადამიანების დასახმარებლად, გავიგეთ, რომ იწყება ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა, რომლის სლოგანიც იქნება საქართველოს იმსახურებს უკეთებს, თუმცა გზავნილები, რომელიც აი კუსტარულად მოწყობილი სცენიდან გააჟღერეთ. რამდენად საკმარისია. აი მაგალითად გიორგი ვაშაძე იყო გასულ კვირას 26 მაისის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემი სტუმარი, რომელმაც თქვა, რომ ამ დღეს იქნებოდა პოზიტიური სიურპრიზები და ვნახავდით განსხვავებულ ამბებს
ბრძოლის ახალი ეტაპის შესახებ. აი, სად იყო პოზიტიური სიურპრიზები და ეს განსხვავებული ამბები, რომელიც ლიდერებმა დაანონსეთ? მე ესეთ რამეს ვიტყოდი, რომ მე მგონია, რომ სცენის და ეკრანის და ასე შემდეგ სხვა ასეთი ატრიბუტების არ ქონამ რაღაცას ხელი შეუშალა. მაგრამ ეხლა მე არც არავინ ზედმეტი იმედი არ გამიცია იმასთან მიმართებაში, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამ სიტყვით გამოსვლების მთავარი ადრესატი ვინ იყო და რას ეხებოდა. მე მგონია, რომ სათქმელი ითქვა, მნიშვნელოვანი არის ეროვნული მობილიზაციის კამპანია უშუალოდ რა ნაბიჯებში აისახება, ასევე საინტერესო ინიციატივები გაჟღერდა უშუალოდ ჩვენი მხარდამჭერების და მოქალაქეების აქტივობასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ჩაერთონ ამ პროცესში, რომ მათ შეუძლიათ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, დაპოსტონ, ოფისებში მოვიდნენ ან სხვადასხვა ფორმით მოგვაწოდონ მათი გეგმა და ხედვა როგორი იქნებოდა ამ ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიცია არ არის საუკეთესო ფორმაში, რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ პირველი ავტორიტარიზმია, მეორე ტკივნეულია, როდესაც არ ხარ პარლამენტში და საკრებულოებში, ეს გააზრებული ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ფაქტობრივად, ორგანიზაციულად, ფინანსურად ძალიან სერიოზული დარტყმა, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში ხარ ნაციონალური მოძრაობა პირველივე დღიდან ოპოზიციაში, ქართული ოცნებიდან მოსვლის, მაგრამ ეს არის პირველი პერიოდი, როდესაც ეს პარტია, ჩემი პარტია ამ მდგომარეობაშია. და რაც თავარია, ხო, მსხვილი ოპოზიციური ლიდერები არიან ციხეში დაწყებული მიხეილ სააკაშვილით, დამთავრებული ლევან ხაბეიშვილით, ნიკა მელიათი, ელენე ხოშტარიათი, პაატა ბურჭუაძით, ირაკლი ნადირაძით, ასე შემდეგ. ეს სერიოზული დარტყმა არის საპროტესტო მოძრაობისთვის, მაგრამ მე მგონია, რომ იქ მოსული საზოგადოების უმრავლესობა ძალიან ობიექტური იქნება და გულწრფელი. ამ წლების განმავლობაში ბევრი აქცია ყოფილა, რომლის დაშლის დროსაც ყოფილა ძალიან სერიოზული უკმაყოფილება. საუბრობ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდზე, იმიტომ რომ ხალხს მეტი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ეს იყო ის აქცია, ერთ-ერთი გამონაკლისი, როდესაც ფაქტობრივად არ ყოფილა ასეთი აზრი გამოთქმული ადგილზე, რაც მე იმას მიმანიშნებდა, რომ საზოგადოებაც ძალიან ობიექტურად ახერხებს მოლოდინების მართვას, თუ რა არის ეტაპობრივად შესაძლებელი. ლევან, ახალ სლოგანზეც ჩაგიკითხებით, საქართველოს იმსახურებს უკეთეს, ამ ლოზუნგსაც გიწუნებთ ბევრი, ახალი სლოგანი ზედმეტად ზოგადია მასში, როცა მიზანი ხელისუფლების შეცვლაო, კრიტიკოსები მრავლად გყავთ. ისმის რჩევა, რომ კარგი იქნებოდა სლოგანის მთავარი არსი ყოფილიყო, მაგალითად, საქართველოს ქართული ოცნების და ივანიშვილის გარეშე. ვინ არის ამ ლოზუნგის ავტორი და აი რა ნიშნით, ასე ვთქვათ, მოიწონა მთლიანად ოპოზიციურ ალიანსში ამ საკითხთან დაკავშირებით მე რამდენადაც ვიცი, იყო მსჯელობა, უშუალოდ არ მიმიღია მონაწილეობა. მშვენიერი სლოგანია, მაგრამ ეს არ ჩაითვლება ხა დესტრუქციად ჩემი მხრიდან, მაგრამ მეც მიმაჩნია, რომ საქართველოს ივანიშვილის გარეშე ბევრად უფრო მარტივი, გასაგები და ამავე დროს მრავლის მთქმელი სლოგანია. ამიტომ ამ შემთხვევაში შეიძლება მე ცალსახად დავიჭირო იმ ადამიანების მხარე, რომლებიც გამოთქვამენ ამ კრიტიკას. მგონია, რომ ეს მშვენიერი სლოგანია, რაც გაჟღერდა, მესმის, რომ ის უფრო ყურადღებას ამახვილებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ წუთას არ არიან ჩართულები ივანიშვილის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლაში, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენი მთავარი მიზანია იმ აქტიური საზოგადოების კიდევ უფრო მოტივირება, იმ 30-35%-ის, რომელიც აქტიურად არის ჩართული, ერთი ამდენი არის, ვინც პასიურ მდგომარეობაშია, მაგრამ ივანიშვილი არ უნდა. მე მგონია, რომ ის პირველი აქტიური ნაწილი კიდევ უფრო უნდა გააქტიურო იმისთვის, რომ მეორე ნაწილმაც იგრძნოს ძალა. ამიტომ მე ვეთანხმები იმ გამოთქმულ შენიშვნას და ვიზიარებ ყოველ შემთხვევაში. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრება პარტიის სახელით არ ვამბობ, რომ ნამდვილად ასეა. საქართველოს ივანიშვილის გარეშე არის ის აპრობირებული სლოგანის ვერსია, რომელსაც წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში ნამუშევარი აქვს განსაკუთრებით 2003 წელს და 4 წელს, როდესაც საქართველოს შევარნაძის გარეშე და საქართველოს აბაშიძის გარეშე იყო
მთავარი სიმბოლოები, რომლებმაც შეძლეს ამ ქვეყანაში არსებითი გავლენის მოხდა. ფაქტობრივად ამოიწურა ჩვენი დრო, თუმცა ბოლო კითხვის დასმა უნდა მოვასწრო ძღოლზეც, რომლის მანქანითაც შეიტანეთ რუსთაველის გამზირზე ხმის გამაძლიერებელი გარკვეული ტიპის აპარატურა, როგორც ცნობილია, ეს ადამიანი დააჯარიმეს, ამავე დროს მართვის უფლება ჩამოართვეს 1 წლის ვადით, უკვე ამის შემდეგ კი მისი მხრიდან ვისმენთ განცხადებას, რომ შეცდომაში იქნა შეყვანილი და მოატყვეს. აი რა ხდება თქვენი აზრით ამ ადამიანის თავს, იმიტომ რომ როგორც თავად ალიანსში ვისმენთ, 26 მაისის აქცია არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ეს მძღოლი საპროტესტო აქციას, აი საჭირო ტექნიკის გადატანა ტრანსპორტირებაში ეხმარება. ამ საკითხში ჩემი კოლეგები უფრო გარკვეულები არიან, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა აი ამ ლოჯისტიკური საკითხების მოგვარების დროს და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხრიდან ეს საკითხი კეთილსინდისიერად იყო დაყენებული, მაგრამ ამავე დროს მიხარია, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში იმ ანგარიშებზე, რომელიც მაშინვე გამოქვეყნდა და ჩვენს მიერ გავრცელდა იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს შეძლებოდათ ამ პირის დახმარება, რომელსაც ფაქტობრივად სარჩოსაბადებელი წაართვეს, იმიტომ რომ როდესაც 1 წლით მართვის მოწმობას ჩამოგართმევენ და შენი მთავარი საქმიანობა არის სწორედ აი ამ მანქანის გაქირავებით შემოსავლის მიღება და ოჯახის რჩენა, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენი ვალდებულება პირნათლად შეგვესრულებინა და ნამდვილად ჩვენმა მოქალაქეებმა ათასობით ლარი უკვე შეაგროვეს ამ პირის და მისი ოჯახის დახმარებისთვის და დანარჩენი დარწმუნებული ვარ, რომ ალიანსის მხრიდან იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ვიცნობ და წლების განმავლობაში მათი კეთილსინდისიერების ხილველი ვარ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვალდებულება პირნათლად იყო შესრულებული და ხა დანარჩენი მე დეტალს არ ვქო. მადლობა ლევან, მადლობა სტუმრობისთვის. დღეს დაგემშვიდობებით. ლევან სანიკიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. სტუდიას კი დავუთმობთ გახარიას პარტიის ერთ-ერთ ლიდერ შალვა კერესელიძეს, მასთანაც ბუნებრივია ვისაუბრებთ ამ დროისთვის აქტუალურ საკითხებზე, რომელთა შორისაც ნომერ პირველი არის ისევ და ისევ გორში ორ ახალგაზრდა მამაკაცზე პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, 6 დაკავებული სამართალდამცავიდან 2 თბილისში, დიღმის იზოლატორშია მოთავსებული, 4 კი ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფერდებაზე გორის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს. თავად ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი ადვოკატის მითითებით და რჩევით მოხდარზე საჯაროდ არ საუბრობს, თუმცა მოკლე ამონარით წაგიკითხავთ ჩვენი სააგენტო ინტერპრეს ნიუსისთვის მისი ძმის მიერ გაკეთებული კომენტარიდან. ძალიან ცუდადაა და სტრესილია, ისეთი სიტყვებით მიმართავენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო, ფიზიკურადაც, მორალურადაც, ერთი რაც მაინტერესებს, ჩემს ძმას მოუხსნან ბრალეულობა, ეს მოკლედ როგორც გითხარით იმის შესახებ, რასაც პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი აცხადებს. ახლა კი ისევ სტუდია და ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი გვერდდება პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ფრაქციის ამავე პოლიტიკური ძალის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძე. გამარჯობა ბატონ შალვა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ შალვა, აი ჩვენი ინტერვიუც მოდით დავიწყოთ იმ მძიმე ფაქტის შეფასებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა გორში, პოლიციელების ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა 2 ადგილობრივს, თუმცა პაპუნა ლოცულაშვილს განსაკუთრებით დაკავებულია 6 სამართალდამცავი, თუმცა ახლა რაზეც მინდა რომ აქცენტი გავაკეთო, ეს ხელისუფლების პოზიცია ქართულ ოცნებაში პოლიციის მხრიდან ძალადობის პრობლემის სისტემურობას არ აღიარებენ და აცხადებენ რომ ეს არის მხოლოდ რამდენიმე სამართალდამცველის მხრიდან ესე ვთქვათ უფლებამოსილების გადამეტება და გადაცდომა. აი თქვენთვის რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა ის რაც გორში ვნახეთ, პასუხი უნდა აგოს მხოლოდ იმ პოლიციელებმა, რომლებმაც იძალადეს თუ არა მხოლოდ? ალბათ პირველ რიგში განსაკუთრებული მადლობა იმ თქვენს აქტიურ და ყოჩახ ჟურნალისტებს უნდა უთხრათ, ვინც ეს ყველაფერი მოახერხა და საჯაროზე გამოიტანა და საზოგადოებას დაანახა, თორე რო არა მათი აქტიურობა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს საქმე ისე ჩაივლიდა, რომ ვერავინ ვერ გაიგებდა და ბოლოს რითიდან თორდებოდა და რა ბედი ეწეოდა კაცმა არ იცის. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადგილი ქონა სისტემურ ძალადობას. სისტემურ ძალადობას, რომელიც არ არის გამოწვეული მხოლოდ გორის პოლიციის თუ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ბრალეულობით და მიზეზით. ეს არის
მთლიანად სისტემური პრობლემა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროსი, არამედ ზოგადად სახელმწიფოს. სისტემური პრობლემა იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად ამ ფაქტმა აჩვენა, რომ დღეს საქართველოში არავინ დაცული აღარ არის. აქ არ არის საუბარი ოპოზიციაზე, აქ არ არის საუბარი პოლიტიკოსებზე, არ არის საუბარი ხელისუფლების მოწინააღმდეგე ადამიანებზე, ან კიდე განსხვავებული აზრი, ვისაც აქვს და გაგვაჩნია. არამედ აქ საუბარი არის ჩვეულებრივ, უბრალო, არაპოლიტიზირებულ საქართველოს მოქალაქეებზე, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მოქალაქეს იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს და ჩავარდეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას ძალიან მკაფიო რეაგირება ჭირდება და ჩვენ გუშინ ღამიდან მოყოლებული ალბათ დღეს ადევნებდით თვალს დილიდან პარლამენტში მაქსიმალურად აქტიური იყო ეს საკითხი დაწყებული დილის ბრიფინგით შემდეგ და ბოლოს დავასრულეთ იმის რომ ჩვენ ფრაქციას ამ საგაზაფხულო სესიაში ერთი პოლიტიკური ტრიბუნა გქონდა დარჩენილი და ისაც გამოვიყენეთ დღეს სწორედ აი ამ უშუალოდ გუშინდელი გორში მომხდარი ძალადობასთან მიმართებაში და ალბათ ადევნებდით თვალყურს როგორ წვავედ მიდიოდა და როგორ ძალიან დიდი დისკომფორტი შეუქმნით ქორწილზე და ცხოვრიდანაც კი გამოვიდნენ, იმიტომ რომ ესეთი პრობლემები მარტო ის რომ დავაკავეთ ჩვენ იცით რა გავიგე მოხდა გადაცდომა მცირეოდენი გადაცდომას ეძახიან და დავაკავეთ 6 კაცი და მე რა მოხდა აგიდანაჭი არა აქ 6 კაცი არ არის საქმე აქ სისტემაზეა საუბარი და კეთილი უნდა ინებონ და ამ 6 კაცის გარდა რაიონის ხელმძღვანელობა რეგიონის ხელმძღვანელობამაც და სამინისტროს ხელმძღვანელობამაც შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა პირველი პირიდან დაწყებული პასუხი უნდა აქვთ. არადა ქართულ ოცნებაში ზუსტად ამ 6 პოლიციელზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ მათი დაკავება არის სახელმწიფოს პასუხი იმაზე, რაც გორში მოხდა. არის თუ არა პოლიციელების დაპატიმრება მესიჯი სხვა სამართალდამცველებისთვის, რომ აი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შემთხვევაში, სხვა შემთხვევებშიც სახელმწიფოს ექნება იგივე რეაგირება და იგივე რეაქცია და ყველა ვინც იძალადებს ანალოგიურად ციხეში ამოყობს თავს. აი პოლიციელების დაკავება რამდენად უნდა წავიკითხოთ როგორც აღნიშნული შინაარსის მესიჯი სახელმწიფოს მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის გაგზავნილი. და გავმეორდები, რომ არ გამომზეურებულიყო ეს კადრები. ალბათ დამეთანხმებით, რომ არც ის ადამიანები განთავისუფლდებოდნენ დაკავებული თანამდებობიდან და ისე ჩაივლიდა ეს პროცესი, რომ რამე ვერაფერს ვერ გაიგებდა. და ესეთი ფაქტები, რაც გუშინ მოხდა და ვიხილეთ ჩვენ გურში, თქვენ წარმოდგენილი გაქვთ, რამდენი ფაქტია ესეთი მომხდარი, რომელიც უბრალოდ არ გასაჯაროვდა და ვერ გაიგეს. მაგრამ აქ საუბარი რაზეა იცით? საპროტესტო აქციების დროს პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე პროტესტანტების მიმართ, სემდნენ, აკავებდნენ, ძარცვავდნენ კიდევაც გაურკვეველი ადამიანები. ხო გახსოვთ რა? ხან საფულეს პარავდნენ, ხართმევდნენ, ხან ტანსაცმელს ღამე ურეკავდნენ, აგინებდნენ მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად ეს პროტესტი ჩაეხშოთ, მაგრამ ეს სულ სხვა მოცემულობაა, სულ სხვა რეალობა აქვს. პოლიტიკასთან არა აქვს არანაირი კავშირი. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომელიც შესვენებაზე იყო გამოსული სამსახურიდან და ბრუნდებოდა უკან, რაღაცა პირადი ანგარების თუ ინტერესის გამო მოხდა ეს შელაპარაკება და 10 კაცმა ერთი კაცის ცემეს. გამოდის ხელისუფლება ეროვნულობაზე გვესაუბრება, ოჯახის სიწმინდეზე, ტრადიციებზე, ქართველობაზე, კაცობაზე, ღირსებაზე, გამიგეთ და ამ დროს პოლიციის მუნდირ ქვეშ ამოფარებული ადამიანები, რომელიც უნდა იცავდნენ სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობას საქართველოს სახელმწიფოს სახელით. იმიტომ რომ ისინი საქართველოს სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ ის პოლიციელები, 10 კაცმა ერთი კაცის ცემა. რაზეა ამის შემდეგ საუბარი, რომელ ადამიანობაზე და რომელ მორალზეა საერთოდ საუბარი, ხო? ამიტომ თქვით, რომ
ეს მარტო იმ 6 კაცის ბრალეულობა არ არის. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელ პრობლემაზე სისტემამ პასუხი უნდა ააგოს და ეს პრობლემა არ ჩინა გასაქმე და სამინისტროში იწყება და არ ცხარე კამათის საგანი გახდა თუნდაც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გორში მომხდარი შემთხვევა თქვენ პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე საუბრობთ როგორც სამართლებრივი კუთხით ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა გიორგი გახარიაც მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტზეა დაბარებულიო. დღეს შეგახსენათ პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა და მოგიწოდათ რომ აი ვიდრე ქართულ ოცნებაზე რამეს იტყვით, ჯერ თქვენი პარტიის თავმჯდომარე ჩამოიყვანოთ საქართველოში, ჩაჯდეს ციხეში და აგოს პასუხი სავარაუდო დანაშაულზე, ვინდა თქვენი პარტია ამაზე არ უნდა საუბრობდესო, ესეც გითხრათ დღეს შალვა პაპუაშვილმა. ახლა ძველი ამბავია მართალია, თუმცა ისევ აქტუალური, ამიტომ აი მოდით კიდევ ერთხელ დავსვათ ის კითხვა, რაც აქვს მართლ პარტიას, იყო თუ არა მოქალაქეებზე ძალადობა მაშინაც, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა გიორგი გახარია. მე ვერცერთ შემთხვევაში ვერ შევადარებდი იმ პერიოდს 20 ივნის, რაც თქვენ გულისხმობთ. მე არა შალვა პაპუაშვილი. შალვა პაპუაშვილი აკეთებს ამაზე არც შალვა პაპუაშვილი ზგან მოსალოდნელია, რა თქმა უნდა. გუშინ მომხდარ ძალადობას, საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას და 20 ივნის რაც მოხდა იმას. იმიტომ რომ ის იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ის იყო შტურმი სახელმწიფო ინსტიტუციაზე. იმ დროს თქვენ ხო დამეთანხმებით, რომ არავინ არ ურეკავდა პროტესტანტებს ღამე და შეურაცხყოფას არ აყენებდა. არავინ ესე ქუჩაში თავს არ ესხმოდა პროტესტანტებს და არ სცემდნენ, არ ძალადობდნენ და რა ქვია, არ ძარცვავდნენ. არავინ ესეთ შეცდომებს და დარღვევებს და გადაცდომებს არ აკეთებდა. იმ დროს თუ რამე მოხდა, იმ დღეს თუ რამე გადაცდომა მოხდა, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაცდომა ტყვიები ისროლეს, რომელსაც ადამიანები დაშავდნენ, რომელთა შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ, მათ შორის ძალიან მძიმე ხო და ვინმე თუ რამე გადაცდომა ჩაიდინა, შესაბამისად მათ კანონის წინაშე შესაბამისი პასუხი მოსთხოვეს, ზოგი სისტემიდან დაითხოვეს, ზოგი გაანთავისუფლეს, ზოგი დაიჭირეს, ზოგი კიდე დააქვეითეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს სხვადასხვა თემებია და პაპუაშვილი ამას რომ ბრძანებს და საუბრობს, ხო? სხვადასხვა დღეს რომ აქ სავარძელში ზის ბატონი პაპუაშვილი და ოცნება რომ ხელისუფლებაშია, რა თქმა უნდა გიორგი გახარიას დამსახურებაა, თორე იმ დროს გიორგი გახარია რო არ ყოფილიყო, მოხდებოდა სახელმწიფო გადატრიალება და მას რო საუბრობენ რომ პარლამენტის შენობა ცარიელი იყო, თვითონ ოცნების წარმომადგენელი, მაგითო იყო ცარიელი, რომ ვერავინ ვერ შედიოდა იქ მაგ შენობაში. მაგაზია საუბარი რა და გიორგი გახარია მოწინესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია, რომელიც შექმნილი იყო საქართველოს პარლამენტში, ხო? და ეს გიორგი გახარიას პრაქტიკულად ეკონომიკის მინისტრობის, შინაგან საქმეთა მინისტრობის, პრემიერ-მინისტრობის პერიოდი საერთოდ იმ კომისიას რო არ ეხებოდა და დამატებით დრო დაუმატეს, სამუშაო პერიოდი გაუხანგრძლივეს იმ კომისიას, რო ეს რაღაცები ვითომ გამოეძით, ნათლად ცალსახად გასცა პასუხი დადასტურებულად და ყალბი შეთითხნული და თითიდან გამოწვეული ბრალდებებით შეკერეს საქმე პროკურატურამ, როგორც 20 ივნისზე, ისე ჩორჩანასთან დაკავშირებით, სადაც კაცმა ქართული მიწა ოკუპაციისგან დაიცვა. ქართული მიწა დაიცვა ოკუპაციისგან და დღეს კიდევ აგერ ხელშეკრულება გაფორმდა რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმს შორის, რომ პრაქტიკულად ისტორიულ ქართულ ძილძველ ტერიტორიას სამაჩაბლოზია საუბარი რუსეთის ფედერაცია მიაქვს და თავის საზღვრებში ერთი სიტყვა ვერთხეს და დავაინცირეთ ჩვენ რეზოლუცია. გააქვთ მოლოდინი და იმედი იმის, რომ გაზიარება მოხდება თქვენი ინიციატივის საბჭოთა უმრავლესობის მხრიდან, კი ბატონო. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ დარწმუნების კუთხითაც, იძულების კუთხითაც, რომ ეს რეზოლუცია საქართველოს პარლამენტმა მიიღოს. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ რეალურად დღეს საქართველოში ერთადერთი სივრცე, სადაც შესაძლებელია რომ ხმამაღლა გაჟღერდეს და ითქვას, რომ საქართველო არასდროს არ შეეგუება საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციას, ეს არის საქართველოს პარლამენტი. და
მე მესმის ამათი შეხედულებები, იმიტომ რომ ყველაფერს ეშინიათ, ყველაფერზე თავს იკავებენ, რო არ გაანაწყენონ რუსები, შენიშვნა არ მისცენ, არ გაუბრაზდნენ და ასე შემდეგ და ძალაუფლების დაკარგვით არ დაემუქრონ, კიდევ უფრო მეტი, მაგრამ ეგრე არ არის რა. აქ ქვეყანაზეა საქმე, ხალხზეა საუბარი და საქართველოსზეა საუბარი, რომელიც ქართველმა ხალხმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან ძვირი ფასი გადაიხადა, სისხლის ფასიც გადაიხადა, ადამიანური რესურსების და ბრძოლის ფასიც გადაიხადა და ქართულ ოცნებას უფლება არა ქართველი ხალხის და ქართველი კაცის გარეშე შეცვალოს ორიენტაცია და ამდენ ნაბრძოლ ნაომარს ზურგი შეაქციოს და თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით რაღაც თვითნებურად ესეთი უაზრო არასახელმწიფოებრივი და არაპატრიოტული გადაწყვეტილებები მიიღოს. აი ეს არის რეალობა და ეს არის სიმართლე. ადაშალვა, სხვა რამ ესე ვთქვათ აქტუალურ საკითხებსაც მინდა შევეხოთ მით უფრო რომ პლენარული სხდომა ახსენეთ და დღეს თქვენი ფრაქციის მოწვევით პარლამენტში იმყოფებოდა და ინტერპელაციის წესით მოусმინეთ განათლების მინისტრს, ამიტომ ახლა გითხარით იმაზე, რა კითხვები გქონდათ გივი მიქანაძესთან და მეორე მხრივ რამდენად დაგაკმაყოფილად პასუხებმა, რომელიც განათლების მინისტრისგან მიიღეთ. აი რატომ ჩათვალეთ, რომ პარლამენტში გივი მიქანაძის მოსვლა იყო საჭირო და რა პრობლემებს ხედავთ განათლების სისტემაში, იქნება ეს უმაღლესი თუ სასკოლო განათლების სისტემა? ხო, ჩვენ რაც პარლამენტში მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტში შევედით, გივი მიქანაძე უკვე მეოთხე მინისტრია, ვინც მოვიწვიეთ ინტერპელაციის ფორმატში, იმიტომ რომ იცით რომ მინისტრის საათის ფორმატი საქართველოს პარლამენტში გააუქმეს რეალურად და ესეთის აღარ არსებობს. ამიტომ ეს არსებობს ეს ინტერპელაცია და ყავდა რეგიონები, რეგიონალური მინისტრი, იყო ჯანდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და განათლების მინისტრი. განათლების მინისტრი ეხლა მოვიყვანეთ, იმიტომ რომ ეს განათლების თემა, ზოგადად რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური, მნიშვნელოვანი და პრობლემური იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ერთ თვეში სადაც არის მისაღები გამოცდები დაიწყება უმაღლეს სასწავლებლებში, უკვე დაწყებულია რეალურად მის საცხოვრებელი ადგილების მიხედვით სკოლებში რეგისტრაცია ბავშვების და ასე შემდეგ. ჩვენ გავაგზავნეთ კონკრეტული კითხვები. კონკრეტული კითხვები, როგორც ზოგადი განათლების შესახებ, ასევე კონკრეტული კითხვები უმაღლესი განათლების შესახებ, საკმაოდ ვრცელი კითხვები იყო, 44 კითხვა იყო. პასუხებმა თუ დაგაკმაყოფილად კითხვები კი იყო ვრცელი. პასუხები იყო ძალიან არაჯეროვანი, არადამაკმაყოფილებელი, არასრულყოფილი და ზოგადი და ბონდოვანი. ანუ აი პროცესის დონეზე იყოს, აი ჩვენ ამას ვაპირებთ, ჩვენ ამას რაღაც ვიწყებთ ამის გაკეთებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა რამოდენიმე მიმართულებაზე შემიძლია გითხრათ, ძირითადი რამოდენიმე კითხვების შინაარსზე, თუ მაგალითად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო სკოლების საკითხი, ინფრასტრუქტურა, რომელიც იცით რომ ასეულობით სკოლა, რომელიც დაიშალა, დაინგრა, რომ იქ უნდა აშენებულიყო ახალი სკოლა. მაგრამ არც დაწყებულა, ან რომელიც დაიწყო არც აშენებულა და პრაქტიკულად იქ სკოლა აღარ არის. ასეულობით სკოლაა, რომლის რეაბილიტაცია უნდა დაწყებულიყო, რემონტი, მაგრამ არ დაწყებულა და ის სკოლა დახურულია და სასწავლო პროცესი რა თქმა უნდა არ მიდის. აი ამ პრობლემაზე ეს დედაქალაქშიც ხდება და მუნიციპალიტეტებშიც ხდება. აი ამ პრობლემაზე კითხვები რო ჩვენ დაუსვით, ძალიან პირდაპირ ვერ თქვა ეხლა მთლად, იმიტომ რომ არ გამოდიოდა ეხლა პირდაპირ ვერ იტყოდა, მაგრამ მეანიშნა და მიგვანიშნა, რომ ესო ჩემ კომპეტენციას ხდებაო. ეს ინფრასტრუქტურული ნაწილი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წაიღო, ნაწილი რეგიონალურმა სამინისტრომ და მცირედი რემონტები, რეაბილიტაციები მუნიციპალიტეტმა. ანუ თუ რამე ვერ ესწრება თავის დროზე, მათი ბრალეულობა არისო. გამიგეთ თქვენ. ასევე, როდესაც საუბარი იყო ბავშვთა კვებაზე, რომელიც ერთ-ერთი აქტუალური საკითხია და პირდაპირ აღნიშნეთ და უთხარით, რომ ყოველი გაზრდილი ბიუჯეტი საქართველოსი უნდა ხმარდებოდეს და უნდა ნაწილდებოდეს სწორად საქართველოს მოქალაქეებზე, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ ბიუჯეტიდან ის სიკეთე, ის ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად და არ უნდა ნაწილდებოდეს ისე, რომ ვიღაცებმა საკუთარი გავლენების ბიზნესის თუ კომფორტის მისაღებად დაიხარჯოს ეს ფული, ხო? ნუ ძვირი ჯდება,
სკოლები არ არიან მზად, მომზადება ჭირდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სკოლების არა, მაგრამ უმაღლესი განათლების სისტემაში პრობლემებზე. როდესაც დავსვით შეკითხვა, რომ ერთი ისევ გიორგი გახარია წამოგაძახათ განათლების მინისტრმა მორალისგან მოშორებულია, რომ განათლების სისტემაზე საერთოდ კითხვას სვამთო, ასეთი იყო მისი პასუხი, რომელმაც გითხრათ ისიც, რომ აი მაგალითად პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების მიმართულება რომ აღარ არის, თქვენი გაქცეული ლიდერის გიორგი გახარიას დამსახურება. ახლა როგორც წესი პარლამენტში დაბარებულ მინისტრებთან თქვენი დიალოგი აი ასეთ სტილში მიდის ხოლმე, ასე იყო წინა მინისტრების შემთხვევაში და ასე იყო დღესაც უკვე განათლების მინისტრის შემთხვევაში. თქვენ წარსულიდან წამოაძახებთ ხოლმე რაღაცას ქართული ოცნების მთავრობის წევრებს, ისინი გიორგი გახარიაზე მიგითითებენ და აი ასე გადის პლენარულ სტომაზე რამდენიმე საათი. გაუთავებელი პოლიტიკური აი ამ კინკლაობის და ჩხუბის გარდა რა შედეგი აქვს საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის წევრების დაბარებას? გეტყვით. ჩვენ დავიწყოთ იმით, რომ არაფერს არ წამოვაძახებთ ხოლმე. ჩვენ რასაც ვეუბნებით კონკრეტულ პრობლემას, სვავთ კონკრეტულ კითხვებს და ვითხოვთ კონკრეტულ პასუხს. დღესაც წამოვაძახეთ გივი მიქანაძეს, რომ სადღაც ოდესღაც ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში გეტყვით რატო წამოვაძახებთ? თუ ხელისუფლებაში გეტყვით რატო წამოვაძახებთ? მე რატო ვაძახებთ ხოლმე გეტყვით. როდესაც დაუსვავ ადამიანს კონკრეტულ მithumetes მინისტრს, კონკრეტულ კითხვას, კონკრეტულ პრობლემას და მისგან ითხოვ კონკრეტულ პასუხს და კონკრეტული პასუხის მაგივრად ღებულობ იმას, რომ მათი საკუთარი არაკომპეტენტურობის გადასაფარად შენ კომპეტენციაზე საუბრობს, საკუთარი კორუმპირებულობის გადასაფარად სხვის კორუმპირებულებაზე იწყებს საუბარს და პასუხი როცა აქვს, თემა გადააქვს, საერთოდ დღეს გიორგი გახარია ახსენა, არ ვიცი გივი მიქანაძემ რამდენჯერ რა, იმიტომ რომ სულ გიორგი გახარიაზე ლაპარაკობდა და მოსული იყო ადამიანი, რომელსაც უნდა გაეცა ზოგად განათლებაზე და უმაღლეს განათლებაზე ჩვენს მიერ დასმული კონკრეტული შეკითხვები და საუბრობდა გიორგი გახარიაზე. იმდენად არის განაწყენებული გიორგი გახარია რომ გააგდო სამსახურიდან, საზოგადოება ვერაფერს ხედავს რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის აკადემიაში პლენარულ იყო. სტომაზე. ბატონო? ხო, აი ზუსტად ამას გავუსვი მეც ხაზი, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში აი თქვენს დიალოგს რომ მიადევნოს საზოგადოებამ თვალი, კინკლაობის გარდა იქ შინაარსობრივს ვერაფერს დაინახავს. შესაბამისად, აი რა აზრი აქვს ხოლმე, როცა მთავრობის წევრებს იბარებთ ინტერპელაციის წესით, თუ კი თქვენ თვითონაც გაქვთ საბოლოო ჯამში განცდა, რომ კითხვებზე პასუხებს ვერ იღებთ. ну, ყოველ შემთხვევაში ეს უნდა დავიბაროთ და საზოგადოება უნდა შეხედოს და საზოგადოება უნდა განსაჯოს. უნდა განსაჯოს, რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას, იმიტომ რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ვაგზავნით კონკრეტულ შეკითხვებს, რაც მათ აინტერესებს და მათ რაც აინტერესებს იმ შეკითხვებზე მინისტრები როგორ პასუხობენ და როგორ ცემენ პასუხებს და როგორ ცდილობენ რომ თავი აარიდონ შეკითხვებს ან კიდე სხვა თემაზე გადაიტანონ ეს დაპირისპირებაში თუ შეურაცხყოფაზე, ეს საზოგადოებამ განსაჯოს თვითონ რამდენად სწორია და ვინ არის მართალი და ვინ მტყუარი. ბოლო კითხვას დაგისვათ ბატონ შალო და დაგემშვიდობებით ამ კვირაში რამდენიმე დღეს წინ 26 მაისის აქცია 26 მაისს უბრალოდ საპროტესტო აქცია გაიმართა, ამიტომ ამ აქციაზეც გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია, აქცია მაინც შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დემონსტრაციის მაინდა-მაინც 26 მაისს გამართვა თქვენს პარტიასაც არ მიაჩნდა სწორად, ხო? აი რა სიტყვით ამ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, თავების დათვლა ყველას ძალიან უყვარს და ალბათ თავები თქვენც დათვალეთ. ამიტომ რა აჩვენა პირადად თქვენს პარტიას ამ დღემ, ამ აქციამ და მეორე მხრივ როგორ ფიქრობთ რა აჩვენა იმ პოლიტიკურ ძალასაც, ვის წინააღმდეგაც შეიკრიბა საბოლოო ჯამში საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ნაწილი. მე ალბათ ვერ გავიხსენებ ვერც ერთ წელიწადს, რომ მე 26 მაისს არ გავსულიყავი და მონაწილეობა არ მიმიღო ამ დღესასწაულში. უბრალოდ სოლიდარობის მიზნით მაინც. ეს დღევანდელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა აი ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი პირადად მე, ძალიან გულდაწყვეტილი. გულდაწყვეტილი ვიყავი, იმიტომ რომ მე დავინახე უკვე ღიად გამოჩნდა პოლარიზებული საზოგადოება. პოლარიზებული საქართველო და დაყოფილი და დაგსაქსული ქართველი ხალხი. ხელისუფლება თავისუფლების მოედანზე მოაწყო რაღაც ღონისძიება, სადაც აი ესე ქონდა გადაკეტილი ბარიერებით, ჯებირებით, პოლიციით, რომ იქ საზოგადოება ხალხი ვერ შესულიყო, იქაც საშვებით იყო და ასე შემდეგ, ფეის კონტროლებით დარწმუნებული ვარ, სახის კონტროლებით.
აქეთ მეორე მხარეს რუსთაველის პროსპექტზე დღისით უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები დადიოდნენ, სეირნობდნენ, აღნიშნავდნენ, სამწუხაროდ ძალიან ცოტა იყო ხალხი, იმიტომ რომ მე დილიდან იქ ვიყავი და ესეთი ცოტა მცირე რაოდენობით საქართველოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღეს მე არ მახსოვს. და საღამოს კიდევ დაანონსებული იყო და ჩატარდა პოლიტიკური პარტიების მიერ საპროტესტო აქცია ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით. აქციაზე უფრო მეტი ხალხი ვიდრე ზეიმზე დღის პირველ ნახევარში. ანუ საერთო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს დღე 26 მაისი, რომელიც ყველა ქართველს თითოეულ მოქალაქეს ერთად უნდა გვეზეიმა, ერთად უნდა გაგვეღნიშნა განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა და ასე შემდეგ დაყოფილი იყო ჩემიანი, შენიანი, მოღალატეებად, გმირებად, ხელისუფლებამ ყველა გამოაცხადა მოღალატეებად, ვინც მათ აზრზე არ არიან და მათი მხარდამჭერები არ არიან. მათ პოზიციებს არ ითვალისწინებს. დანარჩენი გმირები, მამულიშვილები საკუთარი თავი ჩათვალეს. გამიგეთ? ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხელისუფლების ბრალია. ხელისუფლების ბრალია და საზოგადოებამ ამაზე მკაფიო პასუხი დაანახა, რომ აქციაზე კი არა, ჯერ მაგ დღესასწაულზე ხელისუფლების მიერ შედგენილ ასე ვთქვათ ორგანიზებულ დღესასწაულზე არ მივიდა, არ გავიდა, სავსე რუსთაველი ვერ ვიხილეთ. ნუ პირდაპირ უთხრა ამით საზოგადოებამ, რომ მე შენი უკვე აღარ მჯერა და აქეთ მეორე მხარეს კიდევ, ნუ იმ პოლიტიკური პარტიების და ზოგადად განაწყენებული საზოგადოება, ვინც მიიჩნია და ჩათვალა საჭიროს, რომ გასულიყო აქციაზე, გავიდა და იქიდან პროტესტის ხმა რა თქმა უნდა გააჟღერეს და გააგონეს ხელისუფლებას. აი თქვენთვის რა პრობლემა იყო, რომ დღის პირველ ნახევარში ზეიმს შეერთებოდით და დღის მეორე ნახევარში უკვე რუსთაველის გამზირზე გასულიყავით. გასაგებია, რომ ოპოზიციური ალიანსის ნაწილი არ ხართ და არ გსურთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან რაიმე კავშირი გქონდეთ, თუმცა როგორც თვითონ ამ აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, ეს დემონსტრაცია არ იყო მხოლოდ რაღაცა ოპოზიციური ალიანსის აქცია და რეალურად ეს უნდა ყოფილიყო საზოგადოების იმ ნაწილის პროტესტი, რომელსაც აღარ უნდა რომ ქართული ოცნება იყოს ხელისუფლებაში. ხა თქვენც ხომ აღარ გინდათ ქართული ოცნება ხელისუფლებაში. მაშინ კიდევ ერთხელ ის კითხვა რაც უკვე დაგისვით, რა პრობლემა იყო რომ დღის პირველ ნახევარში ზეიმის ნაწილი ყოფილიყავით და დღის მეორე ნახევარზე აქციაზე გასულიყავით რუსთაველის გამზირზე, ყოველ შემთხვევაში იმ ნაწილში მაინც სადაც იყო არა ვთქვათ ოპოზიციური ალიანსი და ოპოზიციური პარტიები, არამედ ხალხი. 2025 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ქართულ ოცნებას ზოგიერთ მუნიციპალიტეტში 100%-ით და 80%-ით და 90%-ით რომ მოგებული აქვს და საკრებულოს მანდატები რომ ჯიბეში უდევს, მათ შორის დედაქალაქ თბილისში, ხო? ეს არის ზუსტად აი ბევრი მაგ პარტიების დამსახურება, რომლებმაც ბოიკოტის ფორმატით პრაქტიკულად პოდნუზე დადებული, გამზადებული მანდატები და ძალაუფლება მიართვეს ქართულ ოცნებას. ეს იყო უდიდესი შეცდომა. დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე 700,000 კაცი, რომელიც არ წავიდა საქართველოს მოქალაქე, რომ წასულიყო, დღეს სხვა მოცემულობა იქნებოდა. დღეს თბილისში ოპოზიციური საკრებულო იქნებოდა. დღეს თბილის დედაქალაქს ოპოზიციური მერი ეყოლებოდა და სულ სხვა რეალობა და სულ სხვა მოცემულობა გვექნებოდა. აღარაფერს ვამბობ უკვე სხვა თვითმმართველ ქალაქებზე და სხვადასხვა საქართველოს მუნიციპალიტეტებში. მადლობა ბატონ შალვა, იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი, დაგემშვიდობებით. თავისუფალ სტუდიაში რეკლამის შემდეგ სოციოლოგი იაკობ კაჭკაჭაშვილი შემოგვიერთდება. ეს იქნება დღეისთვის გაცემის ბოლო ნაწილი, ასე რომ დაგვერდით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, თავისუფალი სტუდია ბრუნდება პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ დღეისთვის ბოლო სტუმარს, ამჯერად სოციოლოგი იაკობ კაჭკაჭაშვილი შეაფასებს მიმდინარე პროცესებს, მასთანაც გორით დავიწყებთ იმ სურათის შეფასებას, რასაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ. გამარჯობა ბატონ იაკო და მადლობა რომ შემოგვერთით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მიესალმებით მაყურებელს.
ბატონო, აი მოდით დავიწყოთ დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ამბით, რაც გორში ახალგაზრდა მამაკაცებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობას უკავშირდება. ძალიან მწვავე რეაქციებს ხედავთ საზოგადოების მხრიდან იმ შემთხვევაზე, რომელიც ეგრეთ წოდებული კომბინატის დასახლებაში გუშინ მოხდა, გვესმის შეფასებები, რომ სისტემა გახდა ანგარიშწორების მექანიზმი რიგითი ადამიანების დასასჯელად. აი თქვენ რას გაჩვენებთ პოლიციელების ჯგუფის მიერ ორ ახალგაზრდა მამაკაცზე ძალადობა, საიდანაც ერთ სხვას შორის საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს და ის შეფასებები, რაც ისმის დანაშაულის სისტემურობის შესახებ, საფუძვლიანი და სამართლიანია თუ მაინც უფრო გადაჭარბებული. ეს რა საქმე პოლიციელების ქმედება ეს საერთოდ არ ყოფილა გამოვიყენებ ერთ ტერმინს დევიაცია იმ სისტემიდან გამომდინარე, იმ მოქმედებებიდან გამომდინარე, რაც სამართალდამცველებს, მათ შორის პოლიციას ახასიათებს მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით საპროტესტოდ განწყობილი მოქალაქეების მიმართ. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხო? ჩვენ ხო ხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორ უსწორდება მათ შორის პოლიცია და სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები საპროტესტოდ განწყობილ ადამიანებს, ხო? ჩვენ ძალიან ბევრი შეურაცხყოფის, ცემის, ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტი ვნახეთ. უბრალოდ ესე იგი სხვა შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ და სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ ასე ვთქვათ ნიღბებით და მათი ამოცნობა ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ შეეძლოთ, ან მათკენ მიმართულ კამერას არ შეეძლო, მაგრამ ახლა კამერის წინაშე ეს პოლიციელები გაშიშვლდნენ. ამიტომ თუ შეიძლება ასე ითქვას, სისტემა ჩიხში შევიდა, კედელზე მიაყენეს, თუ შეიძლება ასე ითქვას. სისტემა მას სხვა გზა არ დარჩენოდა, რომ პოლიციელები დაეპატიმრებინა და აღშფოთება გამოეხატა პოლიციის ამოქმედების მიმართ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს აღშფოთება არ არის ორგანული, თითქოს სისტემიდან გადახვევა მოხდა, ეს აღშფოთება არ არის ბუნებრივი და არ არის გულწრფელი. იმიტომ რომ ასე იქცევა პოლიცია სამწუხაროდ, ასე ექცევა სამართალდამცავი ორგანოები იმ ადამიანებს, რომლებიც საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები არიან, ან რომლებიც ასე ვთქვათ, ხელისუფლებისგან დისტანცირებულები არიან. აი გასული წლების განმავლობაში, ბოლო წლებს გულისხმობ, საბჭოთა ომონს ადარებდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ახლა კიდევ უფრო შორს მიდის პოლიტიკური სპექტრი თუ ცალკეული ანალიტიკოსი და ვისმენთ შეფასებებს, რომ დღევანდელ ქართულ პოლიციას ერთი ნაბიჯი უკლია ირანის მორალის პოლიციამდე და ორი ნაბიჯი ორუელის აზრის პოლიციამდე. მართლა აქეთ მივდივართ. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა ხელისუფლების დროს პოლიტიზირებული უწყება იყო, პოლიტიზირებულ უწყებად ითვლებოდა, თუმცა როგორი სახე ჰქონდა და როგორ სახეს იღებს ახლა. იცით რა, ხალხონ ლელა, ესე იგი გავიხსენოთ, სულ ახალი ამბავია, ხო? შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება ახალი დეპარტამენტი, ახალი განყოფილება. ამის თაობაზე თავად ხელისუფლებამ განაცხადა განყოფილება, რომელიც თვალყურს მიადევნებს სოციალურ ქსელებში, სოციალურ მედიაში კომუნიკაციას ადამიანებს შორის და იმ კომუნიკაციას, რომელსაც ხელისუფლება ჩათვლის არა რელევანტურად, გამოიძიებს და ასე ვთქვათ, დამნაშავეებს დასჯის, ხო? ხა ეს არის თუ არა ორუელის აზრის პოლიცია ახსენეთ თქვენ, არის თუ არა ამის ანარეკლი, რასაკვირველი არის და ეს არის ასე ვთქვათ კიდევ ერთი ძალიან ღრმა ნაბიჯი ავტორიტარიზმის ჭაობში. რატომ არ უშვებთ, რომ დაისჯება ყველა განურჩევნად პოლიტიკური გემოვნებისა, ანუ შერჩევითად არ იმუშავებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ის სამმართველო, რომელიც პირველი ამოქმედება. ჩვენ ხედავთ, რომ შერჩევითობა დამნაშავეთა დასჯის თვალსაზრისით ამ ხელისუფლების ხელწერა გახდა და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბოლო წლების საპროტესტო მოძრაობაში უამრავმა სამართალდამცავმა ჩაიდინა
სისხლის სამართლის დანაშაულიც კი წამებას უტოლდებოდა მომიტინგეების მიმართ ის საქმიანობა, რაც მათ ჩაიდინეს და როდის მოხდა ჯერ ძალიან ბევრი ხნის განმავლობაში, წლების განმავლობაში არავის არაფერი გამოუძიებია, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ასევე აიძულეს შიდან გარეზე წოლის შედეგად რომ აი ეს ასე ვთქვათ ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტები გამოეძია, ძლივს გამონახეს ვიღაცეები, ვიზეს პასუხისმგებლობა ჩამოკიდეს. ერთეულები რასაკვირველია, ჩვენ არ ვიცით მათ მართლაც ჩასვამენ თუ არა ციხეში იმ ზომით, რა ზომითაც მათ მერჩადენი დანაშაული იმსახურებს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ არ ვენდობით, მოქალაქეები არ ენდობიან იმას, რომ სამართალი შერჩევითი არ იქნება, იმიტომ რომ ამის ფაქტები არსებობს. ეს ამის მომსწრე ვარ ჩვენ, ამას ვუყურებთ ჩვენ. კეთილი. ბატონო ეგო, კიდევ ერთი რაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, 26 მაისს გამართული საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორებიც აი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში პირველად იყვნენ ოპოზიციური ძალები, 9 პარტია, რომელსაც ვიცნობთ ოპოზიციური ალიანსის სახელით. ეს იყო საკმაოდ ხალხმრავალი აქცია საკმაო პაუზის შემდეგ. მართალია აქტივისტთა გარკვეული ჯგუფი ყოველ საღამოს დღემდე ესე ვთქვათ გადის და იკრიბება რუსთაველის გამზირზე, შაბათის მარშებსაც მუდმივად ვაშუქებთ, მაგრამ აი ამ რაოდენობის ადამიანი მართლაც კარგა ხანია არ შეკრებილა. ხა იმის გათვალისწინებით, რომ საპროტესტოდ ქუჩაში გამოსვლა უკვე რამდენიმე 1000 ლარიან ჯარიმას, ადმინისტრაციულ პატიმრობას თუ მთელ რიგ პრობლემას უკავშირდება, აი ამ კაცრი კანონების ფონზე რა სიგნალი შეიძლება ყოფილიყო ქართული ოცნებისთვის? პირველ რიგში ეს არის სიგნალი სრულად მკაფიო და აშკარა იმისა, რომ პროტესტი არსად არ წასულა და საპროტესტოდ განწყობილი ადამიანები დარჩნენ ამ მოდუსში, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ამ რეჟიმში. ანუ ხელისუფლებას მუდმივად სურს წარმოაჩინოს ისე თითქოს პროტესტი განელდა იმ თვალსაზრისით, რომ წარსულში საპროტესტოდ განწყობილი ადამიანები ლოიალურები გახდნენ ქართული ოცნების მიმართ. ანუ ქართული ოცნების პოლიტიკა იმდენად წარმატებულია ეკონომიკური პოლიტიკის ჩათვლით, რომ ადამიანებს გაუქრათ პროტესტის განცდა. ჩვენ ნახეთ, რომ ეს ასე არ არის. თქვენ აბსოლუტურად სწორად ძანეთ, რომ პროტესტის მიმართ სრულიად არაპროპორციული და არაადეკვატური რეპრესიული ზომების მიუხედავად 1000-ობით ადამიანი გამოვიდა და გააპროტესტა ხელისუფლების დღევანდელი კურსი, საერთოდ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა და მართლაც ხალხმრავალი აქცია იყო, შეუძლებელი იყო ასე ვთქვათ, ეს მომენტი არ შეგემჩნია, პრინციპში უნიკალური მომენტი, იმიტომ რომ მართლაც თქვენს არ იყოს ბევრი თვე გავიდა, ვიდრე ჩვენ ასეთ ხალხმრავალ აქციას ვნახავთ. ეხლა ქაოდონ ლელა ნახოთ რამდენ ჯგუფს ან რამდენ კლასტერს საზოგადოების აქვს ისეთ გადაულახავი წინააღმდეგობა საპროტესტო ქუჩაში გასვლის. ერთი ეს არის საჯარო სექტორი, ხო? საჯარო სექტორის წარმომადგენლები ფაქტიურად არიან აბსოლუტურად დაუცველები ხელისუფლების პირისპირ, იმიტომ რომ მოგახსენებათ, ხელისუფლება მიიღო კანონი, ცვლილებები შეიტანა, მე მგონი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, ასე ქვია, ყოველ შემთხვევაში შინაარსი არის ის, რომ მას საჯარო სამსახურში უფროს სამსახურის უფროს შეუძლია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაათავისუფლოს თანამშრომელი და სასამართლოსაც არ გააჩნია ის ძალა, რომ გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინოს. ანუ ამ თვალსაზრისით კანონმდებლობა გაუარეს და გაბრუტალურდა, შეიძლება ასე ითქვას. ანუ საჯარო სამსახურის წარმომადგენელი არის დაუცველი და თუ ის განწყობილია საპროტესტოდ, მას ქუჩაში გამოსვლის ეშინია, იმიტომ რომ ის დიდი ალბათობით სამსახურს დაკარგავს. ამას დაუმატეთ ჯარიმები, ადმინისტრაციული
ხასიათის ჯარიმები და თუ ეს ვთქვათ განმეორდა ერთი და იგივე პიროვნების შემთხვევაში უკვე შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც იქცეს. ანუ ნახეთ უამრავი ბარიერი ააგო ხელისუფლებამ პროტესტის გზაზე და ამ ბარიერმა ვერ ვიტყვით რომ არ იმუშავა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი სახლშია და თუ შეიძლება ასე ითქვას შინაურ გარემოში გამოხატავს თავის ბრას, მაგრამ ამის მიუხედავად ქუჩაში გამოვიდა 10,000-ობით ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ მუხტი არ შენელებულა, საპროტესტო მუხტი არ შენელებულა და პროტესტი ისევ აქარი, ისევ ცოცხალია და ისევ შეახსენებს ხელისუფლებას, რომ მისი კურსი ქვეყნის განვითარებისთვის საზეიმოა. 26 მაისის აქციის ორგანიზატორი, როგორც აღნიშნა და კიდევ ერთხელ გამარჯვება, იყვნენ ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური ალიანსი და ახლა სწორედ მათზე მინდა გკითხოთ. აი, რამდენად კარგი და პოლიტიკურად დროული ამბავია ის, რომ პროტესტის სათავეში ბრუნდება პოლიტიკური სპექტრი, პროტესტის სათავეში, სადაც სამოქალაქო ჯგუფები ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში პოლიტიკურ პარტიებს არ უშვებდნენ. აი, რამდენად არის პოლიტიკური პარტიები ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრიდან მოყოლებული აკლდა საპროტესტო აქციებს. დიახ, ეს ნამდვილად გამოარჩევდა ამ საპროტესტო აქციას. აქ ვთქვათ, ეს გამორჩეულობა ამ აქციის იყო ის, რომ პროტესტ, რომელიც მართლაც თვეების განმავლობაში ნოემბრიდან მოყოლებული 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული პოლიტიკური შემადგენლის გარეშე ვითარდებოდა და ეს პოლიტიკური შემადგენელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სახით იყვნენ თითქოს გაუცხოებულნი ამ საპროტესტო მოძრაობისგან, ისინი არც ჩანდნენ ან აი ეს სინთეზი თუ სიმბიოზი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და საპროტესტო საზოგადოების არ ჩანდა, ხო? პირიქით რაღაცნაირად თითქოს განიზიდავდნენ ისინი ერთმანეთსაც კი. მაშინ ეს იყო სწორი თუ ეს იყო შეცდომა, რომელიც არ უნდა დაშვებულიყო. მე ვფიქრობ, რომ ამაში დამნაშავე იყო თავად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, მუდმივად იყო ლაპარაკი გარკვეულ კოორდინაციაზე, გარკვეულ გაერთიანებაზე, ერთობლივ მოქმედებაზე, მაგრამ ამას თავი გახსოვთ თქვენ ქალბატონებო, კარგი ხანი ვერ მოებან. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის ჩაძირვაზე იყო მიმართულები და როგორც კი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ალიანსი დააფუძნონ გარკვეულ აი ეს ერთიანობა დააფუძნონ გარკვეულ პრინციპებზე, ხო, გარკვეულ ღირებულებებზე და მათ აჩვენეს ერთიანობა და რაღაცნაირად სტაბილურობა ამ ერთიანობაში, საპროტესტო საზოგადოებამ მათ დაუჯერა. ყოველ შემთხვევაში არსებობს ნდობის ის მინიმუმი ამ ალიანსის მიმართ, რაც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ჩვენ გვენახა ამდენი ადამიანი გამოსული ქუჩებში. ხო, ესე იგი ეს ადასტურებს იმას, 10,000-ობით ადამიანი ქუჩაში ალიანსის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე ადასტურებს იმას, რომ აი ეს, ვთქვათ, გაუცხოება თითქოს დამთავრდა ოპოზიციური პოლიტიკურ სპექტრსა და თვითონ ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენლებიც ფიქრობენ, რომ 26 მაისის აქცია იყო მათი გაერთიანების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ნდობის ინდიკატორი და მე პირიქით მინდოდა თქვენთვის მეკითხა, ხომ არ ცდება ალიანსი, როცა ფიქრობს, რომ აი ადამიანებმა 26 მაისის აქციაზე გასვლით რეალურად ნდობა გამოუცხადა სწორედ ოპოზიციურ ალიანსს. კი, ეს ოღონდ იცით რა, ეს ნდობა არ არის ჯერჯერობით არის სრულფასოვანი შემიძლია ასე ვთქვა, ანუ ნდობის მაქსიმუმისთვის არ მიუღწევია ამ პროცესს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ნდობის მინიმუმთან, ანუ ნდობა არსებობს რაღაცნაირად ეს შედგა ურთიერთთანამშრომლობა ან ურთიერთგაგება ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრსა და ოპოზიციურ საზოგადოებას შორის, ოღონდ
ამას აუცილებლად ჭირდება სტარტისთვის ესეც კარგია, ხო? სტარტისთვის ეს კარგია და ის რომ ეს კარგია, ეს აჩვენა სწორედ ამ აქციამ, ხო? ბატონო ეგო, ისევ ოპოზიციურ პარტიებზე ჩაგიკითხებით და ახლა უკვე იმ პოლიტიკურ განცხადებებზე გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია, რომელიც აი კუსტარულად მოწყობილი სცენის მაგვარი რაღაც კონსტრუქციიდან მოვისმინეთ, რამდენად ხართ მათ რიგებში, ვინც უფრო მეცელოდა ვიდრე მე იყო. აი რომელი ლიდერის განცხადება დაგამახსოვრდათ რითი და ზოგადად ასეთ აქციებს და ასეთ აქციებზე სიტყვით გამოსვლებს და მესიჯებს რამდენად აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როგორ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანებს სჭირდებათ სიტყვა იმ პოლიტიკოსების მხრიდან, ვინც აპირებს ჩაანაცვლოს ხელისუფლება, ხო? ესე იგი ეს საპროტესტო საზოგადოება ესე იგი ეძებს ჩამნაცვლებელს, ხო მართალია? ის საზოგადოება თავად ხარ მართავს, მან ძალაუფლების დელეგირება უნდა მოახდინოს გარკვეულ ჯგუფზე და ამ ადამიანების ჯგუფს ქვია სწორედ პოლიტიკოსები, ხო? მიიღო საზოგადოების მესიჯები, რასაც ელოდა თქვენი აზრით. კი, მიიღო რა თქმა უნდა, შეიძლება არა იმ დოზი და არა იმ ხარისხით, რაც ჭირდება ამ პროტესტის კიდევ უფრო გაზრდას და მობილიზებას, მაგრამ ეს არ არის ცუდი სტარტი მე ამას ვიტყოდი, იმიტომ რომ ამ გამოსვლებში იცით რა, ამ გამოსვლებში იყო აქცენტი გაკეთებული იმაზე, რაც აწუხებს ქართულ საზოგადოებას, ქართული საზოგადოების უმრავლესობას, როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს და არაერთხელ აჩვენებს, კერძოდ რა არის ეს მოთხოვნილებები, რაც საპროტესტო საზოგადოებას აქვეყნის დაბრუნება დასავლურ ვექტორზე, დასავლურ ალიანსში, ასე ვთქვათ და აი ამ დასავლურ სივრცესთან აჭრილი თუ გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენა და ასე ვთქვათ გამოსწორება და შემოbrunება. ხო ეს აწუხებს ამ საპროტესტო საზოგადოებას. აწუხებს უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანების ბედი, აწუხებს სოციალური მდგომარეობა, რომელიც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ყველაზე უფრო მეტად გამწვავდა, მე ვფიქრობ, ასე ვთქვათ, პოსტსაბჭოთა საქართველოს ბოლო წლებში, მართლაც ასე ვთქვათ, წარმოუდგენელია, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ თითქოს არაერთი ძალისხმევა გასწია, მაგალითად ფასების რეგულირების თვალსაზრისით, ამ მიმართულებით ქართული ოცნების ძალისხმევა ჩავარდა, ხო? ფასებმა მოიმატეს და არა დაიკლეს, არამედ მოიმატეს კიდეც. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს გზავნილები, აი ეს დასავლური ორიენტაცია, მას პატიმრების დანაშაულო დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება, რაღაცა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა, ეს გაისმა ამ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერთა გამოსვლებში და მე არ ვფიქრობ, რომ იყო აცდენა მათსა და საპროტესტო საზოგადოებაში. არ ვფიქრობ. ახალ სლოგანზე რას ფიქრობთ? მაშინ ახლა ესეც გვითხარით სლოგანზე, რომელიც ჟღერს ასე საქართველო იმსახურებს უკეთეს. აი რამდენად სწორად შერჩეული ლოზუნგია, იმიტომ რომ გეტყვით როგორ წაიკითხეს ის ქართულ ოცნებაში, მათ აღიარეს, რომ ჩვენი ხელისუფლება კარგია და თავად პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ უკეთესები არიანო ეს არის მაგალითად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის გამოხმაურება. სლოგანი, სხვათა შორის კრიტიკა ისმის ამ სლოგანის მისამართით, ამიტომ ამ კითხვასაც დაგისვავთ. თქვენი აზრით არის სწორად და კარგად შერჩეული თუ გასაზიარებელია კრიტიკა, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით ისმის? მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს სლოგანი ძალიან მომწონს, მაგრამ ვერც იმას ვიტყოდი, რომ ეს სლოგანი პრინციპულად არ მომწონს. ამას ასეთ მკვეთრ ნეგატიურ შეფასებას ნამდვილად ვერ გამოვთქვამდი. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ინტერპრეტაციას, ეს არის რასაკვირველია თვითნებური ინტერპრეტაცია. აი მეკოთნე ქოთანს საითაც უნდა ყურს გაუკეთებსო და ახლობთ ისეთი ვითარება, მან თავისებურად, თავის ინტერესების, თავის ძალაუფლების ინტერესების პრიზმაში წაიკითხა ეს განცხადება, იმიტომ რომ ჩვენ ვინმემ, ჩვეულებრივმა მოქალაქემ შეიძლება
ეს სლოგანი ასე მოისმინოს, რომ ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება, რომელსაც არ ვიმსახურებთ და ვიმსახურებთ უკეთეს ხელისუფლებას, ანუ არაცუდ ხელისუფლებას, ასე შეიძლება წაიკითხო. მე სხვადასხვა მოსაზრება წავიკითხე სიმართლე გითხრათ, მათ შორის ამ ალიანსის წარმომადგენლების და მე ნიშნა არ მიფიქრია მე თავად ამაზე, როგორც ჩანს ეს არ არის ასე სპონტანურად მოფიქრებული სლოგანი, მათ სურთ ესე იგი გააფართოონ საპროტესტო საზოგადოება, შეაღწიონ ქართული ოცნების არა თავგადაკლულ, არამედ ასე ვთქვათ, რბილ მომხრეთა ჯგუფშიც და მათაც უთხრან, რომ შენ შესაძლოა მოგწონს ასე ვთქვათ ქართული ოცნება, მაგრამ შეიძლება ყავდეს უკეთესი. ასე რომ ეს мотиваცია ამ სლოგანის წინ წამოწევის ჩემთვის მიუღებელი არ არის. ეთილი. ბოლოს კიდევ ერთი ჩვენ 26 მაისის აქცია მეტნაკლებად შევაფასეთ, თუმცა ამ დღეს თავარ დატვირთვაზე არ გვესაუბრია. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა, ამიტომ ეს ბოლო რამდენიმე წუთი სწორედ ამ თემაზე გავჩერდეთ. გითხარით, რა არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც დღემდე დამოუკიდებლობის 35 წლის თავზე ისევ გვესმის შეფასებები და განცხადები, რომ საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ისევ საფრთხე ემუქრება. ეს ერთი და მეორე აუცილებლად უნდა გკითხოთ ტელეკომპანია იმედის მიერ გამოქვეყნებულ ქარდზეც, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად არის გამოსახული ქარდზე, რომელზეც გაკეთებულია წარწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი. თუ სოციალურ ქსელს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, როგორი ასე ვთქვათ, კრიტიკა გამოიწვია ამ ქარდმა, ან მეორე მხრივ და მეორე შემთხვევაში მრავლად გაჩნდა ერთგვარად იუმორისტული ვარიანტები. აი, რას ფიქრობთ? ეს შეიძლება ყოფილიყო კერძო პირის, ვთქვათ, ქართული ოცნების ერთი რომელიმე მხარდამჭერის ინიციატივა, თუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი ხედავს ამ როლსა და ამპლუაში საკუთარ თავს და შესაბამისად იდეაც მისგან აქვს. აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ, რომ თავად ბიძინა ივანიშვილის ხედვა იყოს ასეთი, მაგრამ თქვენ სწორად დამთქავთ, რომ მე მგონი თვით ქართული ოცნების მომხრეებშიც კი არადამაჯერებელი აღმოჩნდა შინაარსი, ესე იგი ამ სლოგანის, ან განზრახვა ამ სლოგანის, რომ ბიძინა ივანიშვილის ფიგურა თავისი ბიოგრაფიით, მათ შორის პოლიტიკური ბიოგრაფიით, ან ბიოგრაფიის ნებისმიერი შინაარსით არის თანაზომიერი ზვიად გამსახურდიას ან მერაბ კოსტავასი. ეს ცხადია ასე არ არის, ფაქტებიც გაშიშვლდა, ხო, იმ დროს, როდესაც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ეროვნულ გამოთავისუფლებელ მოძრაობას ედგნენ სათავეში, ბიძინა ივანიშვილი რუსეთში აკეთებდა, ესე იგი ბიზნესს და ლებედის კამპანიას აფინანსებდა, რომელიც მონაწილეობდა 9 აპრილის აქციის დაბევაში. ასე რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა არის სემანტიკური იმ ქარდზე, არის სემანტიკური შეუთავსებლობა, ანუ ნიშნულობების აცდენა, ესე იგი იმ ბიოგრაფიის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და რაც ჰქონდა მართლაც, ასე ვთქვათ, წამებულ გმირებს, არა, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას. ახლა რაც შეეხება დამოუკიდებლობას, რაც თქვენ ბრძანეთ, იცით რა, დამოუკიდებლობას გააჩნია სხვადასხვა განზომილება, ხო, ერთია პოლიტიკური განზომილება და მადლობა ღმერთს, საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით არის სუვერენული ქვეყანა, დამოუკიდებელი ქვეყანა, ის არ არის, ასე ვთქვათ, ოკუპირებული, მიუხედავად იმისა, რომ მისი გარკვეული ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი ავტონომია, ხო, შეელახული, მაგრამ გვაქვს სახელმწიფოებრივი ავტონომია. თუმცა დამოუკიდებლობა სხვა განზომილებაც აქვს, რა, მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაზე, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ სოციალურ დამოუკიდებლობაზე, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ სამოქალაქო დამოუკიდებლობაზე. ამ თვალსაზრისით დამოუკიდებლობის იდეა არის აბსოლუტურად შელახული დღევანდელ საქართველოში. ხო, აი დავიწყოთ ინსტიტუციური დამოუკიდებლობით.
ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოში პრობლემაა ძალაუფლების გაყოფა. განსაკუთრებით ეს ეხება სასამართლოს. სასამართლო როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, არა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების არის აბსოლუტურად დაქვემდებარებული სახელმწიფო ვერტიკალზე, ხო? ინსტიტუტები შეიძლება ითქვას, რომ აღმასრულებენ ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს ყავს ჯიბეში, მარტივად რომ ვთქვათ, არა? მეორე სამოქალაქო დამოუკიდებლობა. ჩვენ ხედავთ, რომ რა არის სამოქალაქო დამოუკიდებლობა, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად მოახდინოს საკუთარი უფლებების რეალიზაცია. მათ შორის მაგალითად გამოხატვის უფლების რეალიზაცია, რა. ეს არის სამოქალაქო დამოუკიდებლობა. ამ თვალსაზრისით ძალიან მძიმე ვითარებაა საქართველოში. ადამიანებს არ ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის, საკუთარი ფუნდამენტური უფლებების განხორციელების. ხო, პირველ რიგში გამოხატვის თვალსაზრისით. პირველ რიგში გამოხატვის თვალსაზრისით. ახლა როდესაც ტროტუარზე დგომისთვის ადამიანს იჭერ, იქ რა სამოქალაქო დამოუკიდებლობაზე შეიძლება ლაპარაკი, ხო? და ავიღოთ ბოლო განზომილება, ეს არის სოციალური დამოუკიდებლობა, სოციალურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ხედავთ რას ნიშნავს ეს დამოუკიდებლობა? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი შრომით იყოს საკუთარი კეთილდღეობის საკუთარი და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის მომტანი. და ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოში 600-700,000 ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და ის იღებს სახელმწიფოსგან შემწეობას იმისთვის, რომ გადარჩეს, ელემენტარულად ფიზიკურად გადარჩეს, ხოლო 1,200,000 ადამიანი თავს მიიჩნევს იმდენად ღარიბად, რომ თხოვს სახელმწიფოს დახმარებას. ანუ მოწყვლადია ქართული საზოგადოება ამ თვალსაზრისითაც მის ძალიან დიდ ნაწილს სულ მცირე მეოთხედს არ ხელეწიფება საკუთარი კვალიფიკაციის და საკუთარი შრომის საფუძველზე მისი მოქალაქეებს არ ხელეწიფებათ მისი და მათი ოჯახების კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ეს არის კატასტროფა, ეს არის ვითარება, როდესაც ავტორიტარულ ხელისუფლებას მუდმივად შეუძლია იმანიპულიროს ღარიბი ადამიანები. უშუალოდ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების კონტექსტში ჩაგკითხებით ამ დაგემშვიდობებით ღონისძიების, რომელიც თბილისში გაიმართა თავისუფლების მოედანზე, ხოლო კიდევ 12 ქალაქში ამჯერად და წელს არა თქვათ ციხესიმაგრეების, არამედ ეკლესია მონასტრების ტერიტორიაზე. აი რიგ პოლიტიკოსს ჭარბად ეჩვენა 26 მაისს აი საეკლესიო კომპონენტები. თქვენ თუ მოგხვდათ თვალში ეკლესიის ნიშნობის ზედმეტად ხაზგასმა და თუ კი ეს ასე იყო, მეორე მხრივ რა პრობლემა უნდა დავინახოთ ამაში? იცით რა, რასაკურველია მომხდა და ძალიან სწორი შენიშვნები გაკეთდა სხვადასხვა ადამიანის ჯგუფის მიერ, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ. დიახ, და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლებას, რომელსაც იცით რა, აი ნახეთ რის თქმა მინდა ეკლესია დღემდე რჩება ყველაზე უფრო სანდო ინსტიტუტად საქართველოში, ხო? ანუ როდესაც ხელისუფლებას არ შეუძლია თავი მოიწონოს არც ეკონომიკური პოლიტიკით, არც ესე იგი საგარეო პოლიტიკით, მოკლედ როდესაც ხელისუფლებას აქვს ჩავარდნა მრავალ ასპარეზზე, მან მიაკითხა ეკლესიას, როგორც ყველაზე სანდო ინსტიტუტს და აი ამ ეკლესიის დობით სურს გავიდეს ფონდ. იმუშავებს იცით რა, ტაქტიკა. არა ვარ დარწმუნებული რომ იმუშავებს, იმიტომ რომ ალბათ თუ კარგად ჩვენი საზოგადოება ჩამოყალიბდა სეკულარულ საზოგადოებათან. ანუ რას ნიშნავს ეს? საერო და სასულიერო ხელისუფლება გაყოფილია და სასულიერო ხელისუფლება არ ახდენს არ არის პასუხისმგებელი საზოგადოების ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე, ხო? ის არის პასუხისმგებელი რაღაცა სულიერ განვითარებაზე საზოგადოების. ამიტომ აქცენტის გაატანა ეკლესიაზე, რომ მან შეიძლება ხელისუფლების ჩავარდნილი პროექტები გამოასწოროს, განწირულია მე ვფიქრობ მარცხისთვის, იმიტომ რომ ხელისუფლებას ეს ფუნქცია არ აქვს. ჩვენ ხო არა ვართ ირანი, სადაც
რელიგიური პირები, აიათოლები ჩართულნი არიან აღმასრულებელი პოლიტიკის წარმოებაში. ხო, ჩვენ არ ვართ ეს ქვეყანა, ჩვენ სეკულარული საზოგადოება ვართ და ამიტომ სეკულარულ საზოგადოებაში ეკლესიას დააკისრო უფრო მეტი ფუნქცია, ვიდრე ეს არის, ასე ვთქვათ, სულიერ განვითარებაზე ზრუნვა, წარმოუდგენელია, ეს არ გამოიტანს შედეგს. მადლობა ბატონო იაგო სტუმრობისთვის. დღეს სამით დავასრულოთ. იაგო კაჭკაჭიშვილს დავიმშვიდობებით. თავისუფალი სტუდიაც ამით ასრულებს მუშაობას. შესაბამისად ერთმანეთს ამ სტუდიაში მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით. მშვიდობიან ღამის გისურვებთ.